მოგილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს, ხვაოს, ბარაქას და ღვთისწყალობას. და ეს ახალი წელი ყოფილიყო სიმშვიდის, სიყვარულის და კაცთა შორის სათნოების წელი. დღეს სურამის კულტურის ცენტრში დიდი საახალწლო ზეიმია. მოგეხსენებათ, სულ რაღაც 2 თვის წინ შეიქმნა საესტრადო სტუდია „სამუდლავი“ ლევან ტაბატაძის იდეითა და ინიციატივით. ხუბარი აპლოდისმენტებით მივესალმოთ „სამუდლავის“ ხელმძღვანელებს ლევან ტაბატაძეს და იკო ტალახაძეს. სიმბოლური იქნება თუ ჩვენ ხევანდელ საღამოს სიმღერით ლევან ტაბატაძე გახსნის და გზას დაგლოცავ თავის მოწაფეებს დიდ ასპარეზზე. სიმღერაა ქართველ კაცის სულში რომ არ ჩერდება. სიმღერაა ჩვენი მოდგმა, ჩვენი ლოცვა, ვედრება. ზოგჯერ სულ არ გვამღერება, მაგრამ მაინც მღერი ვართ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრი და მაგისტრი. ზაქარია ფალიაშვილის ოპერის თეატრის სოლისტი. ასევე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრის სოლისტი. იტალიაში ჯუზეპე ვერდის სახელობის ვოკალისტთა კონკურსის ვოიჩე ვერდიანეს ლაურეატი. ოთარ თაქთაქიშვილის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი და სხვა მრავალი კონკურსის გამარჯვებული. მას შესამეგობრებო, ხურვალი აპლოდისმენტებით დავაჯილდოვოთ ლევან ტაბატაძე. Simera
პედაგოგების ლევან აბადაძის და იკო ტალახაძის დაუღალავი შრომით და ყოველდღიური რეპეტიციებით რამოდენიმე დღის წინ საუნგლავის უნიჭიერესი ბავშვები წაღვაში გამართულ ფესტივალ ფატელზე წარმატებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. ისინი დღესაც შეეცდებიან გაგულამაზოთ დღევანდელი საღამო. ჩვენი სურვილია, რომ სამშობლოს სიყვარულით გულგანათებულები და პატრიოტული სულისკვეთებით გამომსჭვალებიზდებოდნენ ჩვენი პატარები. ჭეშმარიტი ხელოვნებაც ხომ სწორედ ამ პრინციპებზეა დაყრდნობილი. დღეს ისინი პირველად შეაბიჯებენ ამ სამყაროში. პირველად წარსდგებიან ფართო აუდიტორიის წინაშე და უფლისაგან დალოცული ყოფილიყოს გზა, რომელიც მათ უნდა გალონ ამ უთხრეს პროფესიაში, რასაც ნამდვილი ჭეშმარიტი ხელოვნება ჰქვია. ახლა კი გთხოვთ, აპლოდისმენტები არ დავიშვიროთ და შევეგებოთ საუნგლავის სოლისტებს. ისინი შემოგთავაზებენ სიმღერებს. ჩემი საქართველო აქ არის. სოლისტები გაბრიელ გოგალაძე და ელენე ხაჩიძე. გვირილა და მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება. Modi always says
სახეები დღეს არ იქნება. შევეგებოთ მართა ბაქრაძეს და ანი გოგალაძეს. სიმღერით ფიფქებო. შეგესრულებს სიმღერას ალალ მე. Bye.
დედაშვილობა. შეგვისულოს სიმღერა ვიმღეროთ ახალ წელზე. ისიც შევეგებოთ მეგობრებო.
მართა ბაქრაძე სიმღერით ჩემი ქალაქი. სიმღერებს გარეთ თოდა სოლისტები გაბრიელ გოგალაძე, მაიკო მაჭარაშვილი, ანი გელაშვილი და თუ სოლისტები თამარ ლობჯანიძე, თათია გოგალაძე და მარიამ ბრეკო. This
ხაჩიძეს თხოვთ სცენაზე, სიმღერით საახალწლო მზადება იწყება.
შეგუსრულებს სიმღერას ყვავილები თოვდა თოვდა.
სცენაზე. მას შეუერთდება მარიამ მამულაშვილი და შეგუსრულებენ სიმღერას თენდება. Zrabari mi ti treba, drugim
მეგობრებო. ახლა კი შესრულდება სიმღერა, რომელიც განსაკუთრებულია ჩვენი სტუდიის დამფუძნებლის, ლევან ტაბატაძისთვის. ეს სიმღერა გახდა მისთვის მრავალი წარმატების და გამარჯვების მომდანი. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო 2002 წელი, როცა ვოკალისტთა კონკურსი ტარდებოდა. ლევანმა ეს სიმღერა აღნიშნულ კონცერტზე უდიდესი წარმატებით შეასრულა ჟიურის და მსმენელის წინაშე. მან მიიღო უმაღლესი შეფასებები და გახდა პირველი ადგილის მფლობელი. ახლა კი ამ ტრადიციას უკვე თავად აგრძელებს. მან ის ფონოგრამა დღემდე შემოინახა. რელიქვიასავით გაუფრთხილდა და ახლა უკვე მის ერთ-ერთ მოწაფეს გადასცა. სულ რაღაც ერთი კვირა იმუშავეს და ახლა წარმოგიდგენენ ამ სიმღერას. იგივე ფონოგრამაზე, იგივე ემოციებით. თქვენი აპლოდისმენტების ფონზე შევეგებოთ მართა ბაქრაძეს და მისთვისაც წარმატების მომტანი ყოფილიყოს ეს სიმღერა. მადლობელი ვარ უფალო ღმერთო. მადლობელი ვარ უფალო ღმერთო, რადგან მაჩუქე ეს სიხარული. მადლობელი ვარ ყველაფრისათვის. შენ ხარ იმედი და სიყვარული. კომპოზიტორი ნუგზარ თუშიშვილი. სიმღერა მადლობელი ვარ უფალო ღმერთო. მაშასე მეგობრებო, მართა ბაქრაძე.
დასასრულს მიუახლოვდა. მოდით რამას ვთხოვოთ, კიდევ ერთხელ გაგვატყბოს თავისი ხმით. აპლოდისმენტებით დავაჯილდოვოთ. E tira fuori il vento sulla vecchia terrazza davanti al fissuriento un uomo abbraccia una ragazza dopo che aver soffiato poi si scaresce la voce e ricomincia il canto. Ma tanto pensai che ho la catena ormai e scioglie il sangue di te pensai. უღრმესი მადლობა, ჩემო კარგებო, დიდი მადლობა ამ ემოციებისთვის, ამ გაყინულ დარბაზში, აი ამ სიტუაციაში, როდესაც თქვენ მობრძანდით და გვერდში დაუდექით პირველ რიგში ჩვენს პატარებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ ნონა ფხიკიძეს, რომელიც დღე და ღამ 24/7-ზე მზად არის რომ გვერდში დაგიდგეს, მხარში ამოგიდგეს. ამ ქალბატონის, რა ვიცი, რამდენიმე წელია იდეა იყო რომ რაღაც სტუდია გამეხსნა, მოვკიდებოდი ამ საქმიანობას, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრი ყველამ კარგად იცით, სადაც მოღვაწეობ, როგორც მოღვაწეობ და ძალიან რთულია. მე თუ რამეს ვაკეთებ, ესე იგი ყოველთვის ვცდილობ რომ მაქსიმალისტი ვარ და მაქსიმუმი მინდა გამოვიდეს ყველაფერთან გამომდინარე. მე ვფიქრობ რომ ეს დებიუტი ჩემმა პატარებმა, ჩვენმა უსაყვარლესმა ბავშვებმა, რომლებიც ძალიან ნერვიულობდნენ, მართლა ძალიან განიცდიდნენ ამ ყველაფერს და მე ვფიქრობ რომ წარმატებით გაართვეს თავი და მოდი თქვენი აპლოდისმენტებით კიდევ ერთხელ გავამხნევოთ და გზა დაულოცოთ დიდი სცენისკენ, ჩემო კარგებო, მე ბევრს აღარ შეგაწყენ თავს, ვიცი რომ ძალიან გციოთ, ძალიან, მაგრამ ჩვენმა პატარებმა გაგვათბეს. მე მინდა ბატონ გია ბოლოკაძეს მადლობა გადაუხადო. აუცილებლად მინდა ვთქვა, როდესაც შესრულდა აქ სიმღერა მადლობელი ორუფალობათა მარტამ როდესაც სიმღერა, ეს სიმღერა არის ძალიან ემოციური ჩემთვის, აი უაღრესად ემოციური. მე შემეძლო სხვა ფონოგრამა გამეკეთებინა ამ სიმღერაზე, მაგრამ
ხარისხი ცოტა ნაკლები, მაგრამ ზუსტად ის ფონოგრამა, რომელიც მე და ბატონმა გიამ ვიმუშავეთ, ყველაფერი კარგად მახსოვს, ჩემო კარგო, ყველაფერი იდეალურად მახსოვს. მე მადლობელი ვარ შენიც და უფლის რომ ესეთი წარმატება მომიტანა ამ სიმღერამ. მართლაც აი ეს იყო უდიდესი წარმატება და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მოსწავლეს გაუზიარა ეს ყველაფერი და აი ასე მინდა რომ გაიზარდონ ეს ბავშვები. ბატონო გია, ორიოდე სიტყვით თუ შეიძლება გითხარით თქვენი სათქმელი. მინდა მიულოცო ლევანს და თითოეულ ბავშვს ამ ხალხს ეს შესანიშნავი დღე თავიანთ ცხოვრებაში, რომ პირველი ნაბიჯები გადადგეს მაღალი ხელოვნებისაკენ. ზოგადად ქართული სიმღერა და ქართული საესტრადო სიმღერა მატარებელია ქართული სულიერზნეობრივი ფასეულებების, რომლის შესწავლითაც ეს ბავშვები ეზიარებიან სიყვარულს, სიკეთეს, მეგობრობას და რაც თავარია სამშობლოს სიყვარულს. ეს დევს ქართულ სიმღერაში და ასე იქნება ეს ლევანი ზუსტად ამხელა იყო რომ მოვიდა ჩემთან სტუდიაში და ზუსტად აი ესეთი შემართებით იყო როგორც დღეს ბავშვები გამოვიდნენ და ამ შემართება მივეცით მაშინ იმ ლევანის თამადობით იმ სტუდიას იმ ბავშვებს რომ ასეთი ლამაზი თაობა გაზრდილიყო და ლევანი მის თავისი შემოქმედებით თავისი სწავლით დაამტკიცა და მე ბავშვებს ზუსტად ეს უნდა ვისურვო რომ კი ხელმძღვანელი რა თქმა უნდა ყველაფერს ჩადებს ყველაფერს გააკეთეს ბავშვებისთვის მაგრამ თითოეულ ბავშვზე თავარი დამოკიდებულება ის რომ თვითონ მოინდომონ და თვითონ აი ეს კონდეთ ენერგია ძალა რომ მიაღწიონ შედეგს რომელმაც ლევანი მიაღწია ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული ლევანი ყველაფერს მოგცევთ ყველაფერს გასწავლით მაგრამ თქვენ უნდა აითვისოთ და გააგრძელოთ ეს გზა ჩემო ლამაზებო გისურვებთ წარმატებებს და მომავალი დამილოცდი და ჩემო ლამაზებო უღრმესი მადლობა, დიდი მადლობა ბატონო გია. მე მინდა აქვე დავამატო სტუდიის ხელმძღვანელი ასევე იკო ტალახაძე, განსაკუთრებული მადლობა, რომელიც მუსიკალურად გვიფორმებს ჩვენს საღამოს და ასევე ყოველთვის ჩემ გვერდით, როგორც ჩემი ძმა და ჩემი მეგობარი დგას გვერდით და მეხმარება და ვეხმარებით ერთმანეთს. ძალიან მონდომებით. ეხლა კი საფინალო სიმღერა მინდა შემოგთავაზოთ, ჩვენი კონცერტი რა თქმა უნდა დასასრულს მიუახლოვ და ამ სიმღერაზეც ორიოდე სიტყვას ვიტყვი, ესე იგი ფიქრობდით რა გაგვეკეთებინა საფინალოდ, ფიქრობდით და ისევ ბატონ გიასთან კავშირი უნდა გავამოთ, რომ ეს გინდა არ გინდა ბავშვობის დალექილი ემოციები ჭარბობს და ჩვენ როდესაც საახალწლო კონცერტს ვამთავრებდით, ერთ-ერთ საახალწლო კონცერტს მაშინ ესე იგი ეს ერთი სიმღერა ვიმღერეთ, ეს სიმღერა რომელიც ეხლა შესრულდება. ამისი ფონოგრამა არსად არ მოიპოვება ჩემო კარგებო ფიზიკურად და მომიწია იმავე ინსტრუმენტზე ჩაწერა ამ ფონოგრამის, რომელ ინსტრუმენტითაც მაშინ ჩავწერეთ. მე დაუკარი და ჩავწერეთ ეს ფონოგრამა და აი ამ სიმღერით დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, ჩემო კარგო ადამიანებო, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ მრავალ შობას ახალწელს დავესწროთ ყველანი კარგად, ბედნიერად და ყველაზე მთავარი მე რა მინდა ვთქვა, რასაც ვემსახურებით, ჩემო კარგებო. უფლის წყალობა გქონებოდეს. აი ეს არის მთავარი. ყველაზე მთავარი. სიმღერა ეს ყველაფერი არის შემდეგ რა თქმა უნდა. უფალი ფარავდეს ჩვენ საქართველოს, ჩვენს პატარებს. და აი ამ სიმღერით, აი ამ მოტივებით მინდა ბედნიერად დაგემშვიდობოთ.
Try